თქვათ, რომ ეს 5-წამიანი სოდაანი საშინაო რეცეპტი დიაბეტს სრულად აკრობს 24 საათში და ის აღარასოდეს ბრუნდება. ზუსტად ასე არის ეს სოდით მომზადებული ნახარში, რომელსაც თითოეული სახში ამზადებს სულ 5 წამში, აღმოჩნდა 7-ჯერ უფრო ეფექტური ვიდრე დიეტა, მეტფორმინი და ინსულინი ერთად. აბა, რატომ არ საუბრობდა ამაზე ადრე არავინ? იმიტომ რომ 2025 წელს დიაბეტი გახდა სიკვდილის მთავარი მიზეზი მთელ მსოფლიოში. წინ გაუძღვა მაღალწნევას, კიბოს და აიუს და მთავარი სიმართლე ფარმაცევტულმა კომპანიებმა ეს მეთოდი 70-ზე მეტი წელზე მეტია იციან, მაგრამ მათ არ აწყობთ რომ ხალხმა შეითხოვს. მე ამ ბოდვას უკვე ვეღარ უძლებ, რომელიც კიდევ 2 წუთნახევარი გაგრძელდება და მინდა უბრალოდ ყველა თქვენგანს ძალიან ვთხოვო, რომ იყავით ფრთხილად. ხელოვნური ინტელექტი ისეთნაირად არის უკვე განვითარებული. ეს არის რაზეც მე ვამბობ, რომ ჩვენ ცხოვრობთ პოსტ-სიმართლის პერიოდში, ანუ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი გიორგი თარგამაძის და ზურაბ გურულის ვიდეო, ჯერ ახლა დაწყებული მისი ნახვები და უკვე ამდენი გამოხმაურება აქვს და ეს არის კოშმარი, იმიტომ რომ ადამიანები გადადებენ წამლებს, დაიწყებენ ამ სოდის მას და ძალიან ცუდად გახდება და ძალიან ბევრი დაიღუპება. ხალხო, ჩართეთ კრიტიკული აზროვნება, ცოტა იაზროვნეთ, ცოტა რაღაც ტვინი გაანძრიეთ და მერე გამოიტანეთ ხოლმე დასკვნები. არ შეიძლება ასე. ერთი ხელის მოსმით შეხედეთ უბრალოდ. დააკვირდით ან ტუჩების მოძრაობას, ან მიმიკას და შემდეგ სიტყვებს კი ხმა ყველაფერი იდეალურად ემთხვევა გიორგი თარგამაძისაც, ზურაბ გურულისაც. ჩემი ხმაც შემიძლია მე დავადო, უკვე არსებობს ასეთი პროგრამები, ანუ ასწავლი შენს ხმას და ადებ ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ ხომ უნდა დაფიქრდეთ არა? ეს ვიდეო არის კლასიკური ბოროტება. შეხედეთ რა ხდება, ვიღაც ემორი ტამასია მარშაკი ავრცელებს ამ ვიდეოს. ეს არის უსაზღრესი პიროვნება, ალბათ მე ასე მგონია, იმიტომ შეხედეთ, არც ვიღაც ნიუ-იორკი არავინ არ არის აბსოლუტურად. და იგი ამტკიცებს, რომ სოდით შეიძლება ისეთი უმძიმესი დაავადების, რომელიც სიკვდილიანობით მესამე ადგილზე დგას, ამ დაავადების დამარცხება სოდით. წარმოგიდგენიათ, აქ შეხედეთ 157 კომენტარია, 157-დან დარწმუნებული ვარ, პირველებს ასაც უყურებ. 150 იქნება ვახრა მაგარია, ნახე, წყალში ვყრიდი საჭმლის სოდას და გადასარევად ვიყავი. მივხვდი, რომ პირდაპირ არ შეიძლება ადუღებულ წყალში გახსენით, მერე გააზავეთ. უზმოზე უნდა ქალბატონო? შეხედეთ, შუა დღეს უზმოზე არ შეიძლება, საღამოს 6-7 საათზე. როგორი პროპორციებით იღებდით სოდის და წყლის ხსნას? ეს საშინელებაა, ესე იგი ხალხი წამოეგო ანკეს და გვერდზე გადადო საკუთარი ჯანმრთელობა კი არა, სიცოცხლე. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დამოკიდებული არის ინსულინზე, დამოკიდებული არის სხვადასხვა პრეპარატებზე, დიეტაზე, გადადებს ამ ყველაფერს და დაიწყებს სოდის მას და 2 დღეში შეიძლება მის პანაშვიდებზე მივიდეს ხალხი. ეს არ არის უწყინარი ტყვილი. უწყინარი ტყვილი ისიც კი არ არის, რომ თქვენ გითხრან, რომ ეს მცენარე მაგალითად აიღეთ და გადადეთ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. და იქ უფრო კარგად იყვავილებს. ამის გადამოწმებაც შეიძლება და მით უმეტეს, როდესაც თქვენ ჯანმრთელობას, თქვენ სიცოცხლეს ეხება საქმე, როგორ შეიძლება, შეგიძლიათ გამომიგზავნოთ, როგორ მოვამზადო და 11 მოწონება და გულები და ესენია. შეგიძლიათ გამომიგზავნოთ ეკაპები ბიჭი. სრული სიმართლეა, რასაც ეს კაცი ამბობს. რაღაც კატასტროფა ხდება ხალხო. კატასტროფა ხდება და ძალიან ცოტა მიხვდა, რომ ეს არის ხელოვნური ინტელექტით დამზადებული. ისევ ვიმეორებ, ხელოვნურ ინტელექტზე მე მაქვს 2 ვიდეო გაკეთებული და კიდევ მინდა გაგიმეოროთ, რომ ჩვენ არ ვიყავით მზად ხელოვნური ინტელექტისთვის.
ჩვენ მომზადებლები დავხვდით მას. ეს ტექნოლოგია ისეთნაირად შემოიჭრა ჩვენ ცხოვრებაში, რომ აი რო წარმოვიდგინე მღვიმის ადამიანს, რომ თქვენ ავტომატი მიცეთ ხელში. და არასწავლოთ როგორ უნდა მოიხმაროს იგი. დაახლოებით ანალოგიური რამ მოხდა. და დღეს ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირება უბრალოდ აი ამ იდიოტიზმის მოსმენის შემდეგ და იმის შემდეგ, რომ იგი არ გაანალიზებს ამ ყველაფერს და პირდაპირ გადაყლაპავს, რასაც მისცემენ და დაანახებენ, იმიტომ რომ განსაკუთრებით ჩემი თაობის ხალხი დარწმუნებულია, რომ რაც გაზეთში იწერება და რაც ტელევიზორში აჩვენებენ და დღეს უკვე Facebook-ი და YouTube-ი და ასე შემდეგ გადაიქცა ტელევიზორად, რომ ეს ყველაფერი ნამდვილია. ჩემი ვიდეოებიც შეგიძლიათ გადაამოწმოთ. უბრალოდ ხელოვნურ ინტელექტს კითხოთ ბოლოს და ბოლოს სასარგებლოდ გამოიყენოთ და შეიძლება მე რაღაცა შეცდომებს ვუშვებთ, თუმცა მე არასდროს გიყვებით ისეთ რამეებს, რაც თქვენს სიცოცხლეს თქვათ შეუქმნის საფრთხეს. აი ეს ვიდეო კი ასობით ადამიანს შეუქმნის სიცოცხლის საფრთხეს. და შეიძლება ადამიანების სიკვდილიც გამოიწვიოს და მე ემური ტამასია მარშაკი ამაზე პასუხს არ აგებს, იმიტომ რომ ამას თქვენ ვერ იპოვით. აგერ 7100 მიმდევარი ყავს. წარმოგიდგენიათ ეს რა კატასტროფაა, ეს რა უბედურება გჭირს და ამ უბედურებიდან თავის დაღწევა შეგიძლიათ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ. თქვენი ძალებით, სხვას არავის. ჩემი თხოვნა იქნება, რომ გადახვიდეთ აი ემორი ტამასია მარშაკის გვერდზე, აი ხედავთ პოსტებიც კი არ აქვს. აი რაღაც წარმოუდგენელი ვინმეა, ვიღაცის სურათია აღებული, ფაქტია. თავისი fan page-იც გქონია. და აი ესეთ რაღაცებს ქართულად ავრცელებს თან. არ არის გამორიცხული, რომ აი ეს ემორი ტამასია მარშაკი იყოს ერთ-ერთი მცირედი პროექტი ჩვენი მტრული სახელმწიფოსი, რომელიც იმიტომ რომ დაჯდა ვიღაცა და მოამზადა ხო აშკარად ეს ვიდეო და შემდეგ გაავრცელა და შემდეგ აიტაცეს და იქ ორმა ჩემმა მეგობარმაც გააზიარა. აი ადამიანებმა, რომელსაც მე კარგად ვიცნობ, რეალური ადამიანები არიან. ერთადერთი საშუალება, ძალიან ბევრნი არიან ასეთი, მაგრამ აი რა უნდა ქნათ, შეხვიდეთ აქ და მიცეთ რეპორტი. აი ეს რეპორტი დააჭირეთ ამას თითი და აქ იპოვეთ fake profile. ერთადერთი ეს შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ და აი ის რომ ეს არ არის რეალური პერსონა. აი ამას დააჭირეთ და შემდეგ submit. თუ ქართულად გაქვთ Facebook-ი, მით უმეტეს უფრო ადვილად გააკეთებთ ამ ყველაფერს. აი ეს ყველაფერს ამას დააჭირეთ, ანუ აი აქ არის, აი ეს მეორე პუნქტია. აუცილებლად გააკეთეთ ეს ასეთი პროფილები, სადაც იპოვოთ, ყველგან დაბლოკეთ. და ისევ გიმეორებთ, ძალიან გთხოვთ, გაუფრთხილდით საკუთარ თავს, გაუფრთხილდით საკუთარ მეგობრებს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს და მაქსიმალურად ჩართეთ კრიტიკული აზროვნება, გადაამოწმეთ ფაქტები და იქნებით კარგად. დამიჯერეთ, ასე ჯობს. ნუ წამოეგებით ვიღაც ემორი ტამასიების ანკეს. მაპატიეთ ეს ესეთი უხარისხო ვიდეო, მაგრამ უბრალოდ ესეთ უცებ ჩავწერე, იმიტომ რომ ძალიან მომეშალა ნერვები. მე გისურვებთ 7 დღეებს და მე ძალიან მალე დაგიბრუნდებით.